მთელი ოქტოპუსი არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული. თუ პატარა პეროს ამბავი გინდა ლისეადი საკაიფო. იქ თვითონ ქვეყანა გეხმარება რომ რაღაცნაირად ინფორმირებული იყო აი ამ მიმართულებით რა. სხვა აი ჩიტები რაღაცა აი სპორტული რაღაცა დედოფალი ადამიანის სხეულზე მაფანადებს. არა მნიშვნელობა ზომას, წონას, სქესს, ასაკს, აი სხეული მაგრად მევასება. ადამიანის ფიზიოლოგიას არ აქვს ეგეთი რაღაცა რესურსი, რომ ჩემმა სხეულმა 12 ვარჯიში რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადოს. ერთ თვეში დაგაკლებთ 18 კილოს და არ ჭამოთ ან პლუს შვრია. დაჟე შეიძლება ითქვას, რომ გარტყმაში არ არის ვარჯიშის. ვისაც ქვედა ტანის ვარჯიში არ უყვარს. და იქიდან აი ტრენერი საკაიფო წამოწოლილი არის ესე და აქედან ეუბნება რა უნდა გააკეთოს რა. მოგზაურობის დასაწყისშივე არ უნდა ამოწურო ყველაფერი რა. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენი ოქტოპუს პოდკასტიდან. მე ვარ დავითი. გამარჯობა, მე ვარ გიორგი. და ესე იგი დღეს ჩვენ შევეხებით, ну რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ირგვლივ რაც ტრიალებს და ჩვენი ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი სტუმარი არის ალბათონი ჩერრი. Hello ჩერრი. გამარჯობა ბიჭო, მოგესალმებით და კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენს პოდკასტში. როგორ ხარ? როგორ ერთიები ხარ? გადასარევად. თქვენ როგორ ხართ? ფანტასტიკური. ხო? ადობა. აი, მოდი ესე გეტყვი რა, საიდან დაიწყო ეს შენი ყველაფერი, აი, საურზაური დღემდე სადამდეც მოხვედი რა. ვარჯიშის ამბავს თუ მეკითხები თუ ბიზნესის ამბავს? აუცილებლად ვარჯიშის ამბავს გეკითხე. ვარჯიში დავიწყე ლონდონში იყო ჩემი პირველი გაბრძოლება, როგორც ყველა გოგოს ალბათ. და რამდენი წლის უკან? 2015 წლიდან. ეხლა ხო 10 წლის უკან ალბათ რა. აი როცა რაღაც როგორც ყველა გოგოს ალბათ რა, გასახდელებში რომ ჩემი თავი აღარ მომწონს უკვე რა და აღარაფერი აღარ მიხდება, მგონია გრავიტაცია უკვე გაბოროტ და ჩემს მიმართ და ყველაფერს ქვემოთ ეკაჩება. აი მაშინ მივხვდი რომ მე სხვათა შორის ეხლა რო ვიძახი რომ სამწუხაროა რომ ჯერ კიდე ვიზუალით იკერება ადამიანი რომ ვარჯიში დაიწყოს. მეც მაგით დავიწყე, თუმცა ძალიან მალევე მივხვდი ვარჯიშის სიკეთეებს, ენერგიებს და ასე შემდეგ და მე მაგიდან დავიწყე. მაგრამ მაშინ რო დავიწყე, ძალიან არათანმიმდევრული და არასისტემატიური ვიყავი რა, იმიტომ რომ მივიდოდი ერთხელ რაღაცა ერთი თვე გავიდო და მივიდოდი ინტერესებდა რა, რა შენთანაც იმოქმედა მაგან, ხო რაღაც დაიწყე დაანები, დაიწყე და არ დამინებებია, უბრალოდ მისulis სიხშირე იყო ძალიან ესეთი დიდი გეფები მქონდა, როგორ არის, დიდი შუალედები მქონდა, ინტერვალები მისვლას და მისვლას შორის რა, რაღაცა იმდენად არაპრიორიტეტული იყო ჩემთვის, რომ ანუ დიდი მოტივაციით დაიწყე, ხო? მოტივაციით, მაგრამ ზარმაცობით რა. მაგრამ მე რა ვქენ იცი რომ მივხვდი რომ ხა ესე არ გამოვიდოდა თან მაშინ მე არ ვიხდიდი რა, ეს ჩემი ყოფილი ბოიფრენდი იყო და იმას ეჭრებოდა ბარათიდან და იქ როგორ არის, ესე არ არის რა, როგორც მიდიხარ, აი რო გაუვა და ჩვენთან როგორც არის მე რო იხდი, იქ ავტომატურად გეჭრება, როგორც კი დარეგისტრირდები დარბაზში, всё, შენი ბარათი ფიქსირდება და როგორც ძალიან მაგარი მარკეტინგია სხვათა შორის. ხო, ანუ იდეაში ეგრეც უნდა იყოს რა, როგორც გამოწერა და როგორც საწევრო, როგორც წევრი ისე გეჭრება ავტომატურად რა. და ხა მე არ მეჭრებოდა, ვერც უგრძნობდი, იმას ეჭრებოდა და როცა გამიხარდებოდა, მაშინ მივიდიოდი რა და სანამ ესე არ დამისვა და აი ხა შენ ან ივლი და ან ჩემი ბარათი ჩაიხსნება. მე რა სხვა შორის დავიწყე რაღაცა უფრო ისეთი ადამიანების გამოწერა სოციალზე, რომლებიც იყვნენ ორიენტირებული მოტივაციაზე რა, რომ აი რატომ უნდა გევარჯიშა. მოქმედებს ხო ეგ ადამიანებზე ძალიან. აუცილებლად მოქმედებს, აუცილებლად და მეც რო დავიწყე მე ჩემი ბლოგი, ზუსტად ეგ იყო ერთ-ერთი რაღაცნაირად ინსპირაციის წყარო, რომ ჩემგანაც იდეაში ჯერ უხსნი რატომს და რატომ როცა იცის ადამიანმა მე ძალიან მარტივია რომ მოგადებნოს რა. აი დათო შედარება არ არის როგორ შეიცვალა რაღაცნაირად თაობა. აი, ეხლა მე ესეთ დიდ მასასთან რაც შეხება მაქვს 5 წელია უკვე რა, რაც პანდემიიდან რო დავიწყო და 5 წლის აი წინ რო ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ეხლა გოგონები რომ მოდიან, შედარება არ არის იმხელა ინფორმაციის წყარო აქვთ უკვე მიღებული. თუმცა რა თქმა უნდა ცალსახად არიან ადამიანები, რომლებიც ეხლა დაინტერესდნენ დავუშვათ ამ სფეროთი და სულაც არ არის აუცილებელი ყველაფერში კი იყოს და ყველას ესმოდეს რა. მაგრამ აი ხა მაგალითად რო შევადარო აი ჩემი ინგლისის გამოცდილება ხო იქ თვითონ ქვეყანა გეხმარება რომ რაღაცნაირად ინფორმირებული იყო აი ამ მიმართულებით რა. ეხლა მაღაზიაში რო შედიხარ ხო 5 წლის კი და აი 10 წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით რა. დახლებზე აწერია დავუშვათ Bosnell's one of your five-ს რა, 5-დან ერთ-ერთი. აი მიკროელემენტი, მაკროელემენტი, ანუ 3 მაკროელემენტი, დანარჩენი ვიტამინი, მინერალი ხო? და აი ამ 5-დან ერთ-ერთია. ანუ იქ უკვე რაღაცნაირად ქვეყანა გეხმარება ხალხს რომ იყოს რაღაცნაირად ინფორმირებული, მაგრამ აქ სამაგიეროდ აი ეს სოციალები
წამოვიდა, რაღაცა ეს ინფორმაცია იდეაში როცა დაინტერესდება და თუ ადამიანი რაღაცნაირად მოამზადეს პატარა საშინაო დავალებას, იდეაში ინფორმირებული რაღაცა დონეზე მაინც ყველა არის ასე თუ ისე მეტნაკლებად რა, ეხლა განსაკუთრებით. როგორ შეცვალა ჯანსაღმა ცხოვრებამ შენი ცხოვრების სტილი? ჩემი ცხოვრების სტილი? არა მარტო სტილი, ანუ ნახე ყველაფერი, რეჟიმი, იქ ვთქვათ რაღაცა ბევრ რაღაცებზე უარის თქმა, იქ რაღაცა მე შენ ბიზნესად აქციეს და რაღაცა შენი სამუშაო, ესე ვთქვათ, წყაროა, ხო? ხო და ანუ ესე ვთქვათ, რაღაცა 360 გრადუსით შეცვალა. რაღაცა ისე მგონია რა, იმიტომ რომ თუ რაღაცა სხვა რაღაც საკეთებდი და მერე უცბად გადმოეწყვე, ну დარწმუნებული ვარ, თან ეხა შენ ბიზნეს აწვევი და უფრო ცოტა სხვა ის არის რა და ამაზეც 1-2 სიტყვა ბარემ გითხარ. კი, როგორ არა. იცი რა სტილს რაც შეეხება, ხო? დისციპლინა ცალსახად უფრო რაღაცნაირად უფრო გამიუმჯობესა. თუმცა ეხლა მე მანამდე ბანკში მუშაობდი, გერმანულ ბანკში მუშაობდი და იქაც არ იყო გერმანელებთან რა. ხო, იქაც არ იყო ნაკლები დისციპლინა და სხვათა შორის კვების ამბავში რო ვთქვა რა, რანაირად შეიცვალა, კი, მაშინ უფრო მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში დაუშვათ ის ჯანკი განსაკუთრებით ინგლისკენ რო გადავედი და იქ რო ეხლა მაშინ აქ არ იყო ესე აი ამდენი გამოძახება და ამდენი სწრაფი კვების ობიექტი მაშინ საქართველოში არ ქონდა რა და იქ რო გადავედი ცოტა ეს ჩემთვის რაღაცა ის იყო ინტერესის. ხო, რა თქმა უნდა. აი მაგან ცოტა მეტი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში აი ეგეთი საკვები, მაგრამ საქართველოში რო ვიყავი და ბანკში რო მუშაობდი, ხო? აი ჩემთვის შესვენება ძალიან წმინდა იყო. ყოველთვის პატივს ვცემდი ჩემს ლანჩის დროს, აი სადილის დროს, დილას ძირითადად მაინც გავდიოდი საუზმე მიღებული. ანუ ჩემთვის აი ეს კვებაო რაღაცნაირად ბავშვობიდან ყოველთვის იყო წმინდა, იმიტომ რომ ოჯახში რამე აქტივობა ქონდა მანამდე, აი სამსახურში რომ მუშაობდი. კი, სულ ვცდილობდი რაღაცა მოძრაობას, ხან ზუმბაზე ვიარე, ხან ჰიპ-ჰოპის კლასზე ვიარე, ხან მოყვარულ ქართულზე ვიარე. ანუ სულ რაღაცა გაბრძოლებები მქონდა ხოლმე, რომ რაღაცა აქტივობა გამეკეთებინა რა. ანუ მოძრავი ტიპი ვიყავი, ისედაც მე სამსახურიც ისეთი იყო, რომ რეგიონალური კოორდინატორი ვიყავი და ძირითადად მოძრაობა მიწევდა რა საქართველოს მასშტაბით და გამიმართლა ბოლო პოზიციები რა. ანუ რაღაცები ცადე, ხო? ჯერ ნუ ზუმბა იყო და დაკვა იყო და ნუ ბოლოს მიხვდე იქ სადაც ეხა ხარ იდეაში. და აი ცხოვრების სტილიო რა ამბობდი და რაღაცა რა თქმა უნდა მე რადგან გადავწყვიტე რომ ჩემ პროფესია ყოფილიყო, ხო? რა თქმა უნდა ჩემს ინტერესში შედიოდა რომ ეს ყველაფერი შეცვლილიყო, ხო? ძალიან რთულია რომ მე ეხა ეს იგივენაირად აი მივაწვე მაყურებელს, ხო, იმიტომ რომ ეს ხო ჩემი პროფესია გახდა და ჩემი სამსახური გახდა და შესაბამისად მე ესე უნდა მეცხოვრა რა და ესე ანუ სხვანაირად ვერც შენ თუ ეგრე არ ცხოვრობ, მაშინ სხვასაც ვერ ურჩევ. ხო, სხვანაირად ვერც ურჩევ რა და ვერ აი შენ გამოსვლებას ვერ გაუზიარებ რა. ხო და ანუ შესაბამისად გადავაწყვე ჩემი მთელი რეჟიმი, ჩემი ახალი პროფესიის გარშემო და ძალიან ორიენტირებული ვიყავი. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის კიდე რაღაცა ინსპირაციის წყარო იქნებოდი რა. თუნდაც შენი მეგობრებისთვის, თუნდაც შენი რაღაცა ახლობლებისთვის, რომ აი რაღაცა უცბად რაღაცა ისეთი ბანკის თანამშრომელი რაღაცა გამოგრანჯული ის და უცბად აი ჩიტები რაღაცა აი სპორტული რაღაცა დედოფალი და აქედან რაღაცა. აი დედოფალი ნაკლებად, მაგრამ მოწმიწე გარდგა. ნუ მაინც რა კი. იცი რა არის? ბევრზე. კი, აი უხდება. მამიდა მიჩვენია. რაში მამიდა? ხო, იცი რა არის? ბევრ გამომწერს მოუწერია, რომ იყო ეს ინსპირაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა აი საქართველოში რა არის, ძალიან აქცენტირება ხდება ასაკზე რა, რომ ვაიმე 30-ს გადავწდით და всё, ეხლა არაფერს უფლება არ გვაქვს და რაც რაღაცნაირად დაგვებედა 20-იანებში, ეგ უნდა ვათრიოთ მთელი ჩვენი ცხოვრება რა და აი დავუშვათ აწყობილ კარიერას ვერ დატოვებ. აი რაღაცნაირად ესე ითვლება რა, რომ ვერ დატოვებ 30-35 წლის ასაკში. მე 35 წლის ასაკში შევიცვალე პროფესია რა და იდეაში ეს არის ინსპირაციის წყარო და ყოველთვის ვეუბნები, რომ ანუ როცა რაღაცა მოგინდება და დაგარტყავს და აი ის ჭია იცი რომ ძალიან ძლიერია, უნდა გაახარო და უნდა გააღრმავო და ფესვებიც უნდა გაადგმევინო რა, იმიტომ რომ იდეაში ასაკი ჩვენთან არის ხა ეს რაღაცა მძაფრეთორე. არსად არ იგრძნობა ეს საქართველოს, ანუ პატარა მე მგონი პატარა ქვეყნების სინდრომია ეს თუ პოსტსაბჭოური სინდრომი, აი არ ვიცი, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში სადაც აი ესე ყველა ყოფილვართ ალბათ ხო სამოგზაურო და რაღაცა იქ არის გრძნობა ეხა ესე ასაკი და კლუბებში ხარ მაგალითად რო გადიხართ პირველი ასაკს გეკითხებიან იქ ეგრე არ არის ანუ ვაბჟე არ ინტერესდებიან შენი ასაკით ანუ ბევრს უთქვია რომ აი რა დროს ჩემი ვარჯიში არა დაჟე ნუ აი ეგ ისეთი მომენტი არის რომ რაც უფრო რეალურად ასაკი გემატება მით უფრო დაჟე უნდა ცოტა გამკაცრო ვარჯიშის უფრო მნიშვნელოვანია რა რა ფორმაში გამკაცრო და გააქტიურო კი უფრო უნდა მიაწვე რა ნუ ჩემი აზრით ეგრე არის. თან მით უმეტეს მგონია რომ ქალებისთვის მით უმეტეს უფრო მეცნიერულადაც ეგრე არის, იმიტომ რომ რაც უფრო ასაკში შედის ქალი, მით უფრო შესაბამისად უახლოვდებით იქ მენოპაუზის ასაკს. მენოპაუზასთან ერთად იქ რაღაცა ჰორმონალური ცვლილებები მოყვება, რომელიც ესტროგენის დაკარგვას უკავშირდება. იქ ესტროგენის დაკარგვა, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის ოსტეოპოროზთან, ძვლის გამოფიტვასთან და ძვალი რო იყოს შენარჩუნებული, ძვლის სიმჭიდროვე რო იყოს შენარჩუნებული, კუნთის მასა განაპირობებს ამ სიმჭიდროვებს და აი ამ რაღაცნაირად აი ჩარჩოს შენარჩუნებას რა, სხეულის ჩარჩოს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ცალსახად ვარჯიში ასაკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირიქით უფრო გააქტიურება და არა მარტო მენოპაუზამდე, მენოპაუზის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ სტატისტიკურად ყველაზე ხშირი არის ქალებში მენჯბარძაყის მოტეხილობა, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ მენოპაუზის შემდგომი პერიოდის შემდეგ ეს hip fractures, რასაც ეძახიან მენჯის გაბზარულობას, იმიტომ რომ ძვალი გამოიფიტა. აი ზუსტად აი ამ კუნთოვანი ვარჯიში შეგვიძლია ეს პროცესი არ შევაჩეროთ, შეძლო ბუნებრივ რაღაცას ვერ აუდგეით წინ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გენეტიკური ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ შევანელოთ, გავახანძლოთ და გადავდოთ რა. ცოტა დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ყველაზე მაგრაიცი რა მაინდა ჩვენც რო ლაპარაკობდით რა, ეხა ადამიანი რომ მოდის ერთი წელი ვარჯიშობს და ერთი წლის მერე რო უცბად რაღაცა წვედა აქ რა. აი რო ანებებს თავს. აი ხანდახან როგორ მეშლება ხოლმე მეცინერები, აი ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ყოფილა ეგრე და აი რაღაცა სერიოზული მიზეზის ბრალი არ არის. აი უბრალოდ ადგა და დაანებო. პრიორიტეტების ამბავია მე მგონი. ხო, აი რაღაცა ხოდი არ მაქვს ვარჯიშის და აი რაღაცა ის. აი ძალიან მაგარი რაღაცა თქვი. იმიტომ რომ ყოველთვის მოდიან მარტო мотиваციის ამარა თუ როგორ თქვა მოტივაცია ანუ მოტივაციას როგორ შეიძლება დაიყენოს მოტივაცია არის ემოცია რა ანუ ემოცია მოდის მიდის ანუ ზუსტად როგორ ხასიათზე ხარ ისეთი მოტივაციაც გექნება რა და აი როცა მოტივაციასთან ერთად აი რაღაცით მოტივირდა ტიპი და მოვიდა დაიწყო ვარჯიში ხო როცა მოტივაციასთან ერთად დისციპლინასაც პარალელურად გამოიმუშავებენ ხო ანუ მოტივაცია ბიცკს მოგცემს და ხო ნათქვამია ეს მოტივაციური ფრაზა კონდეს ორი დღე ხო რა ბაზარი არ არის კონდეს და მესამე დღეს არ მაქვს ხო იმან მოგცა ბიცგი და უკვე დისციპლინამ წაგიყვანა შორს ანუ მოტივაცია ვერ წაგიყვანა შორს კი ბატონო ხო და აი ძალიან ბევრს არა აქ რა და აი ხა რასაც ვაკვირდები ხო მე გეუბნები ჩემ თვალთა ხედვაში რაც არის ანუ ჩემი მეგობრები რა უფრო ზოგადად რა მაინც რო უყურებ ვარჯიშობენ მაგრამ აი ეს დისციპლინა არ აქვს. აი მანდ უკვე რაღაცა პერიოდი, აი 3 თვე გავა, 4 თვე, 5 თვე და უკვე რომ მიყვირს და მგონია რომ აი დისციპლინა მოვიდა და უეჭველი ეს გააგრძელებს ვარჯიშს და სადღაც მე-6 თვეს აი თხელი კახური ღიპიცის მერე სადღაც რა აი ეგ არის რა მეშლება ხოლმე მაგრამ რომ აი ბიჭო მეთქი აი ამდენი გააკეთე, ამდენი იშრომე რაღაცა იმის უკან ხო ბევრი რაღაცა მოაკელი და აი ეგ მე მგონია რომ აი მთელი მაგხნის განმავლობაში გააზრების გარეშე აკეთებდა ამ ყველაფერს რა. ეს ხო ყველაფერი გააზრება ვარჯიშიც ხო აი რაღაცნაირად ცნობიერად უნდა ივარჯიშო ხო? აი ხო არის მაგალითად ჩვენ ხო ვიძახით რომ აი მე ბევრჯერ მიმითითებია რომ რასაც ავარჯიშებ იმ კუნთთან იყავი რა. დაუკვირდი რა სავარჯიშო. ზოგი არის რაღაცას ვარჯიშობ და სხვაგან არის ხო და აი ზუსტად ეგ არის შეიძლება თქვი რომ ჰაბიტუსიც გამოიგო თუ ცნობიერად და გააზრებულად არაკეთებ და აი present იმ წამს იქარხა რასაც არ აკეთებ ხო ვერ ჩადებ მაშინ ანუ მე გაკლდება ეგ აი ახალ დამწყებებს ძალიან უჭირთ რა ხო იცი ამ დამწყებებს იმიტომ უჭირს რომ ჯერ კავშირი არ არის გონებაზე შორის გაწყვეტილი არის გაწყვეტილი არის ნახე მე ვური ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ აი ადამიანი დადის 1-2 წელი ანუ ჩემი მოსწავლე ესე ვთქვათ მაგრამ მაინც რაღაცას რო აკეთებს დაფრინავ სადღაც რა. ანუ მქონია რომ სად დადიხარ, მოდი ვარჯიში რა, ცოტა დაიცალე ამ ნეგატიური ყველაფრისგან, რაღაცა 1 საათი გვაქვს რომ შენ ბოლომდე გაიწურო და მე რაც მინდა გააკეთე წადი და ის. მე მგონი რაღაცა ჩვენზეა ბევრი და რამე დამოკიდებული არა ტრენერებზე რაღაცნაირად. ძალიან ბევრი რაღაცა. ხო და თან რა მაინტერესებდა. ეხა
ნახე რამდენად მნიშვნელოვანია ხო ადამიანისთვის ეხლა მე ვარ წარმოედგინე შენი მოსწავლე ხო მე მომდივარ შენთან ვიცი ამ საათზე და ამაზე უნდა მოვიდე და ჩემთვის კიდე რა არის იცი მნიშვნელოვანი ეხლა რასაც ვაკვირდები შენ რამდენად კარგი ესე ვთქვათ მოლაპარაკე ხარ რამდენად კარგი ინფორმაცია იქ შეიძლება მარტო მხოლოდ ფიტნესზე არ იყოს და იმაზე რომ აი სიტყვაზე მარტო ფიტნესზე მელაპარაკო შეიძლება ძალიან ისეთ რაღაცებზე გესაუბრო რა კი, კაცო, ჩვენ ფსიქოლოგიის რაღაცნაირი ნაწილიც გვაქვს ხოლმე შეთავსებული. ანუ წეღან რაც თქვი რომ აი ტრენერზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ზუსტად აი ეს ცნობიერება მოიყვანოს და რაღაცნაირად მოაბრუნოს და იქ იყოს ადამიანი, ხო? რას გულისხმობ, იცი? აი ძალიან ბევრი რაღაც მე მაგალითად ყოველ შემთხვევაში ესეთი ტაქტიკა კი არა და მე თვითონაც მევასება რა, მე სხეული ვარ, მაგრამ მევასება. ჩაი სულ ყველგან ვიძახი რომ ადამიანის სხეულზე მაფანადებს. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, წონას, სქეს, ასაკს, აი სხეული მაგრად მევასება რა და ზუსტად აი ეს ჩემი მოწონება და სიყვარული მინდა რომ გადავცე ამ ადამიანზე. აი იმ წამს რომ ვავარჯიშებ ხოლმე ხო? აი ვემნებ რომ მოდი ეხლა თავი ესე წამოწიე და აი რომ დაახოლებ აი აქ რაღაცა აი გამოგეპასუხება, ეგ დაიჭირე და მაგას მოუჭირე. და აი ეგეთ რაღაცებზე ვაკვირვებინებ ხოლმე რა და აი ხო ხედავ რა მაგრა გამოგეპასუხა სხეული და აი სულ ვუთითებ რომ რა დროს ეპასუხება სხეული და სულ ვულინკავ რომ როგორი ჭკვიანი არის სხეული აი პროსტა შეიყვარე და აი როგორ არ უნდა გიყვარდეს რომ როცა აი ხა შენ პროსტა აი ესეთი პატარა ჭანჭიკი დაამუღამე რომ თურმე რაღაცა ტერფის დგომა დამოკიდებულია მხრის ტრავმასთან აი ეგეთ რაღაცებს რომ ელაპარაკება მუდმივი და უნდა გესმოდეს შენი სხეულის რა უნდა გძნობდე ნებისმიერ მოძრაობას და რა ფუნქციას ასრულებს სიტყვაზე კონკრეტული რაღაცა ვარჯიში რა რისთვის აკეთებ მაგას იმასაც ესეთი მაგარი სწავლა უნდა, აი მაგარი მოსწავლე ზოგადად სხეულს რა. და მე რაღაცა პერიოდის მე ამუღამებ და უკვე რაღაცა ქსიამოვნებს თვითონ ვარჯიშის პროცესიც. და თვითონ ვარჯიშის შემდგომი პროცესი უკვე რაღაც სხვანაირად აღიქვავ რა, აი ბევრ რაღაცას რა, ეხლა არის რაღაცეები რომ აი ვარჯიშის დროს აი ყოფილა ის მომენტი რომ თავიდან ეხა მეც ვარჯიში რო და აი რაღაცა კუნც ვერ გძნობ კარგად რა არა და რასაც ძალიან ინდივიდუალური ამბავი არის მე უკვე აი ეს ესე ვთქვათ მოდი ბჭყალებში რომ ვიკაიფეთ და რომ დავამუღამე და აი მაგრად გამისწორდა აი სხვანაირად შემიყვარდა კიდე ვარჯიში რა თქმა უნდა დღემდე ჩემთვის სკვადზე და დედლიფტზე სულ სხვადასხვა ახალ რაღაცას გაღმოვაჭრე ხოლმე დღემდე რაღაც ფეხიეს და თითიეზე გაშალი რაღაცა ანუ დღემდე ჩემთვის ეს ეს კომპლექსური ვარჯიშები არის მოძრაობები არის რაღაცა ერთგვარი მედიტაცია რომელზეც აი ბევრჯერ ახალი რაღაცა აღმომიჩენია დღემდე რა ხო და ზუსტად იცი აღმოვაჩენ კიდევაც იმიტომ რომ ძალიან ისეთი სფერო არის ბოლომდე იგი სანამ ადამიანი ვარჯიშობს ხო და ესე ადამიანმა სხეულს მოусმინოს მე მგონი ცოტათი რთული არის ხო იქ განსაკუთრებით დამწყების შემთხვევაში რა და სხეულს რომ მოусმინოს მასთან კონტაქტი ხშირად უნდა ქონდეს ახლა როგორც ტვინს ვავითარებთ ისე უნდა განვავითაროთ ფიზიკური მხარე ხო როცა ვარჯიშს იწყებ ნუ ძალიან ბევრი გზა არის რომ სხეულს დაუკავშირდე და სხეული გაიცნო რომ მე ის სიმპტომიზაცია და სიმპტომები რასაც ის გაძლევს და გელაპარაკებ და სულ მუდმივად გელაპარაკება ხო ჩვენ სხეული ის რომ ამოიცნო რა ვიცი აი ვარჯიში არის იდეალური ამბავი მედიტაცია არის იდეალური ამბავი რომ დაიწყო სხეულის ამოცნობა სხეულის სიმპტომების ამოცნობა და რავი მოკლედ ბევრი აი ძალიან ალბათ ესე რომ გავყვეთ ვერ მოგჩებით ალბათ ერთი კვირა და მე ერთკვირიანი რაღაცა პოდკასტი იქნება რაღაცა საოცარი ალბათ ადამიანი რომ უყურებს ერთი კვირა ძალიან რო აინტერესებს აი დარწმუნებული ვარ რომ ისეგრევე რაღაცა საოცარ ფორმებში წავ რამდენად შესაძლებელი არის ძალიან სიტყვაზე ერთ თვეში ნუ 12 ვარჯიში რაღაცა ბომბა შედეგის დადება არა ალბათ რომ გეთქვა კი აი ეგრევე ვდგებოდი და ნუ ხო ხდება ხა ინტერნეტში და აი მინდა რომ პროსე კოლეგები არიან და ტეხავს ჩემ before after აი რაღაც 12 წრეში აუ და ეგეც აი ნახე რატო გაინტერესებს იცი ძალიან აი პირიქით ეხა არ მინდა ისე გამოგვივიდეს სამივეს რომ რაღაცა ვიღაცას ვაკნით არავითარ შემთხვევაში ყველას პატივს ვცემ ყველას თავისი შეხედულება აქვს თავისი პროფესიონალიზმი აქვს და ამ შემთხვევაში რა უფლება მაქვს მე რომ ვიღაცის რაღაც საქმეში ჩავერიო მაგრამ ზოგადად ანუ მგონია რაღაც ადამიანის ფიზიოლოგიას არ აქვს ეგეთი რაღაცა რესურსი რომ ჩემას სხეულმა 12 ვარჯიში რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადოს რა რომ 18 კილო დაიღოს შეიძლება მე ვარ ხო ნუ რაღაცა არაბუნებრივია ეს არის პასუხისმგებლობის ამბავი რა მაგრამ ძალიან ბევრჯერა ჩერი აი ძალიან ბევრს
შედეგებს ადებინებ ხო, რომ გაშიმშილო იასნა დაგადებინებ. ხო, არა, იმ შედეგს დადებ, კი, ბაზარი არა. რის ხარჯზე ადებინებ? როგორ მაგას ხო მნიშვნელობა? ხო, მაგას ანუ რის ხარჯზე თუ ჯანმრთელობის ანუ ჩემთვის ეგ არის როგორც მოკლევადიან შედეგზე ხარ და ტიპი გათვლილი რა, რომ ერთ თვეში ამას დავადებინო, მე ბევრი ფული გავაკეთო ერთ თვეში და მეორე ამას რა მოუვა მყიდია რა. ანუ ჩემთვის ეგ არის ჩვეულებრივი პასუხისმგებლობის ამბავი, რამდენად პასუხისმგებლიანად ხო, ანუ ვიღაცის ჯანმრთელობა ხო არ გადავა, ვიღაცის სხეული, ჯერ ესეთი რამხელა პატივია, რომ ის ადამიანი თავის სხეულს განდობს შენ. და მე შენ ამ სხეულს აი ესე უდიერად ეპყრობი კი არა. ანუ თან მე კიდე რა ზმეშლება ხოლმე ეცნიერები მე ხო ანუ აი ამ ჩემ ბლოგში ძალიან დიდი ძალის ხმავაზდებ რა რომ აი რაღაცა სტორი მესიჯები გაუშვა რაღაცა იქ წინადადებებს სიტყვებს ვამოწმებ რომ რაღაცა ისეთ სიტყვა არ გამივარდეს რომ იქ ვიღაცა მოზარდი რომ იყურებდეს არასწორად არ გაიგოს და წავიდეს და რაღაც უბედურება დამართოს თავის სხეულს აი ეს ჩემი საზოგადოება გამოზარდე და ბრახ ვიღაცამ დაათხლიშა იქ რაღაცა ერთ თვეში დაგაკლებ 18 კილოს და არ ჭამოთან პლუს შვრია აი რაღაცა უბედურება თან მე ნუ თან ამ გამომწერებს რა ახასიათებს ენების მიტანმოტან ახასიათებს რა კი ეგ მაგრამ ეგენა ბოლოს მაინც შენ შენ ამაზე რას ფიქრობ ამან ეხა ეს თქვა და რას ფიქრობ მიდი ეხა ჩერი შენებო რომ შევარდი ვის შევარდი ვარ ჯერ როდის შევარდნი რა ანუ ერთადერთი ჩემ სტორიზე ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ ანუ რა თქმა უნდა სახელმწიფო მე არ ვახსენე მაგრამ ისევ ჩემი საზოგადოებისთვის ვიძახი რომ ეს ხალხო ესე ვერ ხდება იმიტომ რომ ის რაღაცა ესეთი სწრაფი შედეგებს თავისი კონსეკვენს როგორ თავისი უკუჩვენებები მოყვება ძალიან მარტივია რა რაც უფრო ხან მოკლე შედეგია მით უფრო არაჯანსაღი შედეგი არის ეგ ეგ ეგრე მუშაობს სხვანაირად არ არის ეგ სწრაფი არავერი არ ვარგებებ ხო ნუ აი კაკრას მან შეიძლება უკითხოთ ის ამბავი რომ რა კრიტერიუმებით შეიძლება რომ ტრენერი არჩიო რა როგორც მომხმარებელი აი მოდი ესე გეტყვი თავიდან შენ ტრენერი გქონია ოდესმე ანუ რო დაიწყე ტრენერი მყავდა მე როცა პერსონალური მწვრთნელი ვიყავი სულ მყავდა პერიოდულად ტრენერები კი მე ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ჯერ ესეთი სხვანაირი ინსპირაციის წყაროა სხვა აი ფუფუნებაა პირველ კი რა თქმა და მე როცა როგორც კი შევძელი ეგ ფუფუნება ეგრევე დავიხმარე იმიტომ რომ როგორც ბიჭებს ქვედატანის ვარჯები არ გიყვართ ისე გოგოებს ზედატანის ვარჯები გვეზარება ხოლმე არა ჩვენ შესაბამისად ქვედატანის ვარჯიში ხო ის ცოტა ძალიან შორს არის ხო მაპატია სტატისტიკურად შეიძლება ითქვას რომ გარტყმაში არ არის ვარჯიშის ვისაც ქვედატანის ვარჯიში არ უყვარს რომელ ბიჭს აი მამაკაცებზე ოღონდ მამაკაცებს დედას გეცებ აი ზუსტად სულ მაგას ვიძახი რომ პირიქით არის დაჟე ნუ ფეხიდან მოდის ყველაფერი ნაბარა ანუ ნახევარიტანია ხორღა და შენი ნახევარია ხო მოკლედ რა კრიტერიუმით არჩევდი ხოლმე მე ნუ ეხლა მე როგორც ჩვენ დარბაზში ხო უყურებ არა ვინ როგორ პროგრამას არჩევს და რაღაცა იქ ვინც ტრიალებს ხო მარტივი არის ალბათ რომ ტრენერი შეარჩიო თუ იმ დარბაზში ტრიალებ მუდმივად რა ძალიან რთული შეკითხვა არის იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გარედან მოდის ხო ძალიან რთული აი სოციქსელებიდან დაუშვებია აი საქართველოს ყვაობაზე მგონია რომ ნუ თლად რთული არა რა პატარა ხო ანუ სოციქსელებზე ქალაქია თბილისი და შეგიძლია რომ უბრალოდ ყველაფერს თავი რომ დაანებო გაიკითხო ხო ან როგორც გაიკითხება კარგ ქირურგს ეძებ ხო ეგეც შესაძლებელია ალბათ ხო გაკითხვით მაგრამ კრიტერიუმს რაც შეეხება ალბათ ვიტყოდი რომ ტრენერი რომელმაც იცის ანატომია და რომელიც რაღაცნაირად აი სხვა ღირებულებაზე არის ორიენტირებული ვარჯიშის დროს და არა კოჭი გამიხდუნა და წელი დამიწრილეზე რა. ანუ იქ ანუ მთელი ვარჯიშის განმავლობაში ის ვიზუალზე აკეთებს აქცენტს ანუ ჩემთვის ცოტა სხვა ღირებულებები არის რა. ეხლა ზოგადად ხა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, იმიტომ რომ ბაზარი რასაც მოითხოვს, იდეაში მე მიწოდებათ ისე ხდება რა. რაღაც აი ამ სოციქსელმა გადაიყვანა აბსოლუტურ ყველაფერი რო ვიზუალით ფასდება რა, ყველანაირი ღირებულება ფასდება ვიზუალით და შესაბამისად ეს მოთხოვნა რომ ბაზრიდან ეს მოდის, ბიზნესზე ფული რო გააკეთო, იასა მიწოდებას ამას მისცემ, ხო? მთლად ეგრეც არ მინდა რომ გამომივიდეს, რომ ტრენერი რომელიც ამაზე საუბრობს ყოველთვის არა, ეგ ცალსახად არა, მაგრამ აი რაღაცნაირად როცა ვხედავ რომ ჩემი მომხმარებელი ხო, აი რაღაცნაირად ჩაციკლული არის ვიზუალზე, პირიქით ვეცდებოდი რომ აი რაღაცნაირად ფუნქციურად დაინახოს ადამიანმა თავისთავი სხეული სხვანაირად დაფასო. ან ალბათ ტრენერის კრიტერიუმში მე ალბათ ეგ კრიტერიუმს მოვიაზრებ, რომ ერთი რომ პროგრამებს როგორ ადგენს, ბოდიში გაგაწყვეტინე, პროგრამების შედგენა, აი ეს ანატომიის ცოდნა და უფრო სხვა ღირებულებები რა, იმიტომ რომ
ვარჯიში დანერგოს ჩემში როგორც ცხოვრების წესი და არა რომ აი 10 მასაჟი გაიკეთე და წავიდე. ხო, ის არ უნდა იყოს სიტყვაზე სესიის განმავლობაში რომ მიდი რაღაცა აწიე და წამოდი სახლში უკან. რაღაცა საერთო ენა უნდა გამონახოთ რა ტრენერთან. ეგრე ვფიქრობ. ეხლა ყველას მაინც საერთო ენას ახლა წინასწარ ვერ განსაზღვრა გამონახავ თუ არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ხო ეხლა ადამიანი მოდის და პირველ რიგში მაგას ალბათ უნდა რომ თავისი სხეულის არკეში დაინახოს, რომ კარგად გამოიყურება. მაგრამ აი ამის უკან კიდე რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა. ეხლა მეც ეხლა ჩემთან მომხმარებელი რომ მოდის ვცდილობ ეხლა რომ მეტყვის რომ იცი რა, ცოტა ესეთი ფეხები მინდა, ცოტა ესეთი მკერდი მინდა, ცოტა ესეთი ზურგი მინდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, მაგას წყალი არ გაუვა. ეგ როგორი ამბავია, ამის იქით რომ პირველი მაინც აი აქ არის შიდა სამყარო რომელიც არის ძალიან უფრო აი ამას უფრო ჯობია რა. აი ეგ ხშირად არიციან თვითონ კიდე რეალურად რა უნდათ. ხო. და მაგიტომ არის. ეგ არის იმის ბრალი კიდე რომ ინფორმაცია არ გააჩნიათ რა ის სიტყვაზე როგორ ხდება ძალიან მარტივი რა წონაში კლება. კუნთის ზრდა. ანუ არიციან და რატომაც მოდიან და გეუბნებიან რომ აი მარტო საჯდომი მინდა და პრესი და всё. ხო და მე ზუსტად მანდარი მაგას ვამბობ, აი ეგ ღირებულება, აი მანდარი ჩემთვის ტრენერის ღირებულება, რომ ეხლა კენტავრივით მარტო საჯდომს ვერ გაზრდი ხო, იქ ფეხიც მოყვება და ანუ ჩემთან ძალიან ხშირია ხოლმე რომ გოგოები წერა რომ ანუ აი ფეხის ვარჯიში რაღაც დაკუნდეს გარეშე გამიზარდე საჯდომი. ეგრე ჩემთვის რა ვიცი. იქნება ცადო ეგეთი რაღაცა. ხო და აი რაღაცა გამოცდა რომ ჩაატა რომ გოგოებს რა რომ აი მარტო საჯდომი მანდ არის ტრენერის დიდი როლი რა რომ ეს აუხსნას ანატომიურად ახსნას ფიზიკურად ახსნას სილამაზის კრიტერიუმები უნდა შევცვალოთ ჩვენ რა ანუ არ არის სილამაზის საქმე წვრილი ფეხი ანუ აი ეს არის ახლა სილამაზი ესთეტიკაში ძალიან მაგარი არის რომ აი წვრილი ფეხები მინდა და ოდნავ საჯდომი წარმომიწე ანუ აი ძალიან სის არის რა აი მოზარდი ხარ თუ დასრულ ქალს რატო უნდა ანუ ხა რაღაცა ისე გამოდის, მაგრამ მეც არ მინდა რაღაცა ის კლიშეები დავარქვა წვრილი ფეხი იქნება, სქელი ფეხი იქნება, მაგრამ ფორმიანი რო იყოს და რაღაცა ის ფეხი ძლიერი ფეხი რო იყოს, ესე რომ მივაწოდოთ და ანუ აი რაღაცნაირად აი ეს ვიზუალი რო გადავიყვანოთ ბონუსის სახით რა. ჯერ ისინი აღნიშნოთ რომ ენერგია აქვს ტიპს, ის დისციპლინა რომელიც აქ უყალიბდება, მე უეჭველი დარბაზგარეთ ადგება, რა თქმა უნდა. ყველა ვარიანტი შეადგება, გადაწყვეტილებაში ადგება, ოჯახში უფრო მოწესრიგებული და პროდუქტიულები არიან და ანუ პირველ რიგში ძალიან ბევრი ბენეფიტები აქვს რა ზოგადად ვარჯიში. ეს ვიზუალი მოყვება ისედაც ამ დალოცვილს მოყვეს ეს ხომ მომყოლი პონტია რა. ის რაც პირველადია რაც შეგრძნებებთან არის დაკავშირებული და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. აი მანდარი ტრენერის როლი რომ ეგ დაანახოს პირველი რა. სწორედ მიაწოდოს ინფორმაცია. ხო, აი რაზეც ვლაპარაკობდით, შენც ზუსტად დამეთანხმება რომ გიორგი. უკა არის ესე ხელი. აუცილებელია. აი მოდი ერთი რა მაინტერესებს კიდე აი დარბაზებს რო შევეხოთ რა. ეხლა ძალიან ბევრი დარბაზი არის თბილისში, ხო? ეხლა რომ გადახედო ყოველ რაღაცა 50 ნაბიჯში სულ რაღაც ახალ-ახალი დარბაზებია, მაგრამ ნახე როგორ არის შენც გეცოდინება უბრალოდ მე ინფორმაცია მინდა მოგაწოდო რა სწორად რომ გადმოგწე რომ მე მიპასუხო. დარბაზები იხსნება, მაგრამ რაღაცა განვითარება აკლიათ და ძალიან მალე იკეტება და რაღაც აი რამოდენიმე ბრენდი არის რომ ესე ვთქვათ მაინც მყარად დგას და თავისი მომხმარებელი ყავს რაღაცა განვითარებაზე ზრუნავს. თუნდაც ეხა ჩვენი ბრენდი ოქტოპუსი რა ეხა ეს რაღაცა თუ გინდა რეკლამასავით ჩამითვალე თუ გინდა არა. ოღონდ ეხა როგორც არის და რანაირადაც არის ისე ვიძახი, იმიტომ რომ რო უყურებ და ამდენი ფილიალი გვაქვს, ხალხი კმაყოფილია და ნუ რაღაცა მაინც ესეთი თავისი ბაზრის ადგილი უჭირავს რა. მან ძალიან ბევრი რაღაცა არის რა, ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ერთი რომ როდესაც რაღაცა ბიზნესი იხსნება ან იწყება, მან უნდა იყოს იდეა და კონცეფცია. თუ იდეა და კონცეფცია არ არის და წინასწარი არ აღწევი ხედვა რა, როგორ ხედავ მე ამ ბიზნესს. როგორც წესი, აი უბრალოდ მოდი გავხსნა დარბაზი და შევყაროთ ტრენაჟორები, ანუ კონცეფცია არ აქვს. ახლა ოქტოპუსი გამოირჩევა კონცეპტუალური სივრცე არის, ხო? ყველა დარბაზს, რომელმაც გაკაჩა და რომელიც ვითარდება, არის
კონცეფციაზე დაფუძნებული ხედვა აქვს თავისი და აწვევიან იმ ხედვას და ნიშას. ვითარდებიან, რა თქმა უნდა, ახალ-ახალი სტანდარტების მიხედვით და ზრდაზე არიან ორიენტირებულები. ანუ ბიზნესი, რომელიც ზრდაზე არ არის ორიენტირებული და რაღაცა იმით კმაყოფილდება, რაც იმ წამს შემოდის, ხო? რა თქმა უნდა, ის ცალსახად ვერ განვითარდება რა. ეხლა ადამიანები ვიცი რომ აი დარბაში ივარჯიშებენ, მერე მიდიან სამსახურებში და ისე უბრუნდებიან რა, თუნდაც რაღაცა თვითონ იქ გარემო ისეთი არის ზოგადად. თან ბევრი მეგობარი, შეძენილი მეგობრები რა, ეხლა რა ჯიმში ძალიან ბევრი ყველა არის ერთი იდეის გარეშე განვითარებული. ხო. ეგეც ძალიან დიდ როლს ასრულებს დარბაზებში ზოგადად ვიძახი რა. ნუ ცალსახად ეხა შიგნით ატმოსფერო ისეთი უნდა იქნებოდეს, რომ მომხმარებელს უხაროდეს უკან დაბრუნება და იქ რაღაცა. მაგრამ აი განვითარებას ხო როგორც თქვი, ხო აი ძალიან ზრდა როგორ არიან ზრდაზე ორიენტირებულები რა და როგორ აი კონცეფციას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხედვას ეხა იქ ანუ როცა თან როგორ არის ეხლა რო ავიღოთ ხო მესაც მიმუშავია ეგ წრეში მიმუშავია და ოქტომბერში მიმუშავია ხო ანუ როცა იქ ტარდება მუდმივი შეხვედრები ტარდება თანამშრომელზე ხდება გაცნობა სიახლეების ყველა რაღაცნაირად ანუ ყველა არის იმ ფერხულში ჩართული და ჩაბმული რასაც ეს ბიზნესი რა საქმიანობასაც ეწევა ხო და ის რაც ალბათ იგულისხმება რომ იხსნება და იკეტება, ნუ ის არის უბრალოდ რომ გახსნა ტიპმა დაინვესტიცია და всё დაიკიდა რა. ჯერსი ხო ნათქვამია დიდ ბიზნესს მარტო ვერ გააკეთებ რა. ვიღაცა გჭირდება ყოველთვის შენს გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრება, რომლებიც ორიენტირებულები არიან ამ საქმეზე და ამ საქმის განვითარებაზე. დარბაზების ირგვლივ უტრიალებთ, მაგრამ მკითხავ რატო ოქტო? ხა და ოქტო როგორც სამუშაო სივრცე თუ როგორც მოვარჯიშეს. ორივე გითხარი, როგორც სამუშაო მხრიდან, ისე ორივენიც. ორივენიც ხო. ორთავენიც. ესე იგი, როგორც სამუშაო სივრცეს დავიწყებ. როგორც სამუშაო სივრცეს მე რა დავინახე მანდ, რომ ძალიან კარგია, როცა ინფორმაცია მუდმივად მიეწოდება თანამშრომელს. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეხლა მე მიუხედავად იმისა, რომ ოქტოპუსის ესე დაქირავებული თანამშრომელი არ ყოფილა, უფრო სხვა კუთხით ვიყავი რა. მაინც მეც ვიყავი ჩართული როგორც ან გუნდის წევრი და გრძნობდი კიდევაც კი არა ვარ გუნდის წევრი ვიყავი ბოდიში ვიყავი გუნდის წევრი. ერთი რომ მუდმივად მიდის აი ესე თანამშრომლების ინფორმირებულობა, მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები და ესეთ რაღაცა მე მაგრა მევასება რა. იმიტომ რომ გაგრძნობინებს თავს რომ შენ ხარ რაღაცა დიდის წევრი და აი ეს დიდი რაღაცა უფრო დიდს ქმნის. შენი შრომა ფასდება რაღაცნაირად. პლუს შენი შრომა ნუ ფასდება, იმიტომ რომ იქ შეხვედრაზე შენს აზრს მოისმენენ, შენს აზრს გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ იქ სულ მუდმივი უკავშირი არის ხო, რომ რაღაცა განვითარდეს. ყველაზე კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ახლოს მომხმარებელთან არის ფრონტლაინერი, ხო? და ფრონტლაინერი არის ტრენერი. წინა ხაზელი ასე ვთქვათ. და ის როცა გადმოსცემს მომხმარებლის გულის ტკივილი იქნება თუ პირიქით სიხარული იქნება და რაღაცა ეს ხო არის მუდმივი უკავშირი რა და ამიტომაც ოქტო კიდევ ხშირი ისინი არის ხო რა ქვია კორპორატიულები ხო კორპორატიულები კარგები ხო ეს ძალიან მაგარი არის ანუ ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული team building-ზე რა ეს გუნდის შენობაზე და ეგ ძალიან მაგარი არის იმიტომ რომ ხო გეუბნები გუნდის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ რა და ყავდეს შეკრული გუნდი კიდე ერთი უშუალებელი ძალა არის ბიზნესში და მithumetes ამ სფეროში ესე ერთ დარბაზში ერთი გუნდი იყოს ცოტა რთული ამბავი არის. კი, ძალიან მაგარი არის. სხვათა შორის მე როგორც ვიცი, დაჟე ფილიალების მიხედვით ცოტა განსხვავდება სიტუაციები. ახლა რაღაცა შიდა თქვენ რა იცით, როგორი ჭორება მოხდება. თქვენ რა ხდება სანდროულზე? ჩვენთან სანდროულზე რა ხდება, გემაცვალო და რომ მოხვალ. მე შენ თვითონ გითხარი რა პატიჟებით მოდით ეხა ერთი შეხედვით რა დავინახო ჭორები მომიყევით ეგ მაინტერესებს არა იარე და გაგაიასებთ ხოლმე ანუ აი გუნდის ამბავი ძალიან შეკრული რაღაცა მზიურში აი ფანტასტიკური გუნდი არის ძალიან აუ შენ ჩვენთან არა კაი დასლაპარაკო მოდი ერთ არა ზოგადად ეგ მართლა ეგეთი არის ჩვენთან მართლა ყველა ფილიალში არის აი ესეთი რაღაცა მეგობრული ჯანსაღი გარემო შენ ყიდი შენს განწყობას ხო და შენ უნდა გადასცე ის განწყობა რომ ის იმ ადამიანს მე მთელი დღე რაღაცნაირად ის გაყვას რა ან ვარჯიშის გარდა რაღაცა შენი იმ ენერგიის ნაწილიც წაიღოს რომელიც არის პოზიტიური და სანდროულზე რა ხვალ დილის 9-ზე დილის 8-ზე ტრენერების მაგიდასთან დაგველოდე საკაიფო აუ ვეჭელი და როგორც მოვარჯიშეს რაც შეეხება რატომ ოქტო
მან რა ვიცი, ძალიან ბევრი ესეთი ის არის რა. რატომაც არა? გადასარევი კომფორტული გარემოა. ყველაფერია. აი რა გვაქვს სიტყვაზე ჩვენ რაც სხვას არ აქვს. როგორც მოვარჯიშე, ესე ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ მე ყოველ დარბაზში ნამდვილად არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ნუ სადაც ხარ ნამყოფი რა. სისუფთავე არის, რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის. კომფორტზე არის ორიენტირებული მთელი ოქტოპუსი არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული. ოკეი. არ არის ეგრე? ეგრეა. რაღაცნაირად ყველაფერი ხო. კიდევ ფილიალები აქვს სხვადასხვა კონცეფციის და თუ იქ გარუჯვა უნდა სხვაგან მიდის და ვარჯიში თუ უნდა და კაჩაობა თუ უნდა სხვაგან მიდის იქ რაღაცა კროსფიტი თუ უნდა სხვაგან მიდის კაჩაობა თუ გინდა ჩვენ ხო კაჩაობა თქვენთან არის ანუ თუ პატარა პეროს ამბავი გინდა ლისეადი საკაიფო ხო რა ანუ სხვადასხვა კონცეფციები არის რა ანუ პეროდან დაწყებული რაღაცა ჯეჯგვით დამთავრებული ყველაფერი გვაქვს არა რომ ყველა ერთმანეთს არ გავს რაღაცა სხვადასხვა ხო ძალიან და ასწორებს მაგრა რა მრავალფეროვნება არის და თვითონ მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი სიურპრიზი არის კომპანიის მხრიდან რა ჯერ ის რა დღეს ამხელა მომხმარებლების ქსელს ანუ ჯაჭვს შეიძლება რაღაცა სპეციალური ივენთი გააკეთდეს მომხმარებლებისთვის ხო და ნუ რამდენი მომხმარებელი იყოს ხო თითო ფილიალს რაღაცა 1000 კაცზე მეტი ხო ყავს საკაიფო ხო შეიძლება ციფრებში და არ ვარ კარგად მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი ჩერი რა მაინტერესებდა რომ მეკითხა შენ ხა მადრიდში ცხოვრობ ხო აპრილიდან გადავედით კი აპრილიდან გადავედით ოჯახი მოდი ერთი იქაურ რაღაცებზეც ველაპარაკე რა ხო შედარება გავაკეთოთ აი ფიტნესის განხრევ იქ როგორ არის განვითარებული და ჩვენთან რა დონეზე ვართ რო გითხრათ რომ ცუდ დონეზე ვარ თქო ნამდვილად ანუ იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გვახასიათებს ერთი მაგარი რაღაცა რა ან ყველაფერი ან არაფერი და რაღაცა რომ შემოდის აი უცებ ისე სწრაფად იწყებს განვითარებას ხო აი პოდკასტები ავიღოთ მაგალითად აი ყველა უცებ ყველა პოდკასტს აკეთებს რა ძალიან მაგარია იმიტომ რომ რაც უფრო მეტი არის იდეაში მით უფრო გავითარებს ხო იმიტომ რომ უყურებ იქ შენ კონკურენტს და ჯანსაღად ვითარდები რა ხო და ცუდად ვარ თქო რო გითხრა დარბაზების კუთხით არ ვართ, თუმცა ანუ ტრენერების საერთო სტატისტიკა რო ავიღოთ, ალბათ იქ უფრო მეტი ცნობადობა არის, აი თუნდაც იმ ანატომიაზე, პროგრამების შედგენაზე და აი უფრო ტექნიკურ დეტალებზე და ასევე რაც მე ძალიან მომწონს, მოყვარული მოვარჯიშეებისთვის არის უამრავი სხვადასხვა ტურნირები და შეჯიბრები აი თვის განმავლობაში ძალიან. აუ, ეგ რა მაგრაა. აბა რა, ძალიან მაგრია. აი, სულ ის მქონდა ხოლმე, რომ აი აქაურ მოვარჯიშეს არანაირი мотиваცია არ აქვს გარდა იმისა, რომ აი ტრაკი დაიყენა, ფეხი დაიყენა და ან რაღაცა მკერდი დაიფამფა და ბიჭების შემთხვევაში და всё. აი, იქ არის bodybuilding-ს რაღაცნაირად არანაირი მას არ ვაყენებ, მაგრამ უბრალოდ ჩემპიონატად დიდად ვერ არ ვქვა, იმიტომ რომ გარეგნობაში არის შეჯიბრი, ხო? აი რომელი კუნთი როგორ არის. ან მე ვამბობ, აი შეჯიბრი, სადაც გუნდურობაში შეჯიბრები, სადაც დროში შეჯიბრები, სადაც მოძრაობაში შეჯიბრები, სისწრაფე შეჯიბრები, აი ეგეთ რაღაცებს გულისხმობ რა. აი თორე bodybuilding-ი ჩვენთან სტარტდება. Bodybuilding-ი არის ესთეტიკაზე უფრო. ხო, აი რაღაცებს უფრო ნუ რეალობა ეგ არის. ესთეტიურად განვითარებული უნდა რაც უფრო. კი. ბევრჯერ. ხო, აი რაღაცა ეგ უფრო სხვა მიმართულება არის რა. აი აქეთ ხარ ხო ძალიან ბევრი ტურნირები ტარდება. საქართველოში სხვა ჩერს ახლა დაიწყო წელს ჩატარდა პირველი ეს ფუნქციური ჩემპიონატი, ფუნქციური ჩემპიონატი, კი. და ძალიან კარგია რა და ძალიან ბევრი უნდა ჩატარდეს ეგეთი რომ კი ხშირი უნდა იყოს იმიტომ რომ მე მაგის გამო შეიძლება ვიღაცა ემადა ვარჯიში დაიწყო რა რომ აი რაღაცა ტიპს გქონდეს ყოველთვის სპორტსმენი ვერაზოს ვერ შედგა ვერ გამოვიდა ან დააგვიანა გვიან მოუნდა დაუშვათ მოძრაობა და სამაგიეროდ აი აქ მიიღეს მოყვარულებში ესე ტურნირს. აი ძალიან ბევრი იმართება ხოლმე. აი სირბილი დაბრკოლებებით, აი სპარტანელების ის რო არის, აირონმენები, სპარტანელები და ეგეთ რაღაცები. დაახლოებითი ეგეთ პონტები იმართება ხოლმე ძალიან ხშირად რა. 5 კილომეტრიანი გარბენი არის, 2 კილომეტრიანი გარბენი არის დაბრკოლებებით. აი ძალიან ბევრი ტურნირები. ძალიან საინტერესოც არის და მე ვფიქრობ, რომ ხალხში უფრო ისე იქნება რა. მოთხოვნადი იქნება. ხალხი ძალიან დაინტერესდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მსმენია მეც რა თუნდაც ჩემი ახლო წრიდან გამომდინარე რომ აი რამე აქტივობა ხო არ იქნება ან ოქტომბერში ხო არ გეგმავს რამე აქტივობს იმიტომ რომ რაღაცები არის ხოლმე რომ აი თუნდაც რაღაცა
სირბილია სიტყვაზე 1-5 კილომეტრიანი, თუნდაც რაღაცა გარი. მარათონები დაიწყო სხვათა შორის. ხო, მარათონები არის რაღაცა მარათონები მაგრამ აი ესეთი, კი, მარათონები დაიწყო აქტიურად. მაგრამ აი თავიდან ხო პირველი მარათონი რო ავიღოთ, ხო, ეხლა რამდენი ადამიანი დარბოდა პირველ მარათონზე და რამდენი ადამიანი დარბის ეხლა, ხო? გაცილებით მასშტაბები შეიცვალა, ხო? აი ეს არის რა, რომ ეს ტურნირებით შეიძლება თავიდან არ ჩაერთოს და ეხლა აი ამ ფუნქციურ ფიტნესის ჩემპიონატ რო ჩატარდა, ივიკომ ჩაატარა, რო ეგონა რომ რაღაცა 500 მაინც მიიღებ და აი ძალიან ცოტა დარეგისტრირდა რა და ძალიან ცოტა მიიღო, მაგრამ დარწმუნებულია რომ qovel მომდევნო ტურნირზე უფრო მეტი და მეტი პირველად ჯერზე ეს მასშტაბური არ იყოს. კი, რაღაცა იქ წაგების გეშინია, იქ ფეილის გეშინია, რაღაცა გიწდება. აი ზუსტად ეგ არის, ხო. არა და იდეაში ეგ არის გამოცდილი რა გეშინოდეს რა. შესაძლებელია რომ ძალიან მოვარჯიშე ადამიანსაც რაღაცა ფეილი დაემართოს და აი ეს ოკეია რა არ არის ანანაირი ისა და აი ონლაინ ვარჯიშებზე რას რისხარ ზოგადად რა ეხა რაც გეტყვია მაქვს და ეხა შენ ამბავს თავი დავალებებ შენ განებებ აი ხა ნახე ძალიან მომრავლდა დარბაზში აი კამერებით რო დადიან ესე დაიდგავენ და იქ შეიძლება რაღაცა 200 კილოს ეჭიდავებოდა შენ და წინ დაგიდოს აი ამ ხელას რაღაცა და იქიდან აი ტრენერი საკაიფო წამოწოლილი არის ესე და აქედან მეუბნება რა უნდა გააკეთოს რა ანუ ის რაღაცა ხერხემალი ქვემოთ ჩასული ხო რა რეალურად ნახე ისევ და ისევ გეუბნები რომ შენ ამბავს თავი დავანებ ანუ მე მივხვდი შენ ამბობ ლაივში ლაივში რო არის ჩართული პერსონალურად ტიპს რო ავარჯიშებ აი რამდენ რაღაცას უსწორებ ხო აი ნეკათითიდან კეთამდე რა და ტიპი აი წამოწოლილია რაღაცას უბერავს და იქიდან ავარჯიშებს საკაიფო ხო რეგენერა ძირითადად რუსები გვხვდება ხო რა ხო აი არ მინახია მე ან ქართველი ან უცხო აი ევროპელი აი ესე კამერა მოსიარული ძირითადად არის რუსები ისეთ უბედურებებს აკეთებენ ხო კატასტროფას აი რო არ ხედავ და კიდე აი ну ისეთი რაღაცეები ხდება რომ მე ერთი ორჯერ სხვათა შორის ვერ მომითმენია და შემისწორებია ოღონდ იმ კამერის უჩუმრიდან აქ კამერის უკნიდან დამა აი ტრენერმა რო გეგო შეიძლება გითხრას რომ დაალები მაგას არ მოსწოროთ აკეთებ ხერხემალი ეგრე სმიტის მანქანას და ან წონა ქონდა უშველებელი აკინძული ამ სმიტის მანქანაზე ამ წონას ეკაჭებდა თან დეფიციტში აკეთებდა წარმოიდგინე ანუ შემდგარი იყო კიდე სიმაღლეზე და დეფიციტიდან ეკაჭებოდა და ანუ წელით მოქონდა პირველი მოქონდა წელი და ეხლა ეს კამერა ხო უდგას აქ და არ ვიცი ეხლა ეს კამერა ზუსტად წელს უყურებს თუ იქნებ საჯდომს უყურებს აი ვერ ხვდებოდი ხო ვერ ხვდები სად უყურებს იქნებ ისაწყალი მართლა ვერ ხედავს და მე აქედან ტრა კამერის უკრინად მეუბნებოდი რომ წელი გაწორ კორპუსი მოჭიმენა მაგაზეა საკაიფო დაეუბნება რომ ეს ეხა აუ მე რამოდენიმე ჯერ და რომ მოჭები დასა და დამოღამებული რა იქ აი მარტო ეს სოგი რაღაცა იქიდანაც ვიღაცას ელაპარაკება აქედანაც და ხუთი ყავს ჩართული ერთად კი ერთდროულად აი არ ვიცი რაღაცა ხო ეგ რაღაცა ახალი ფენომენი მანდაც მე მგონი ესეთი პონტი არის რა ეხა არის შესაძლებელი იდეაში რომ შეასწორო რა ეტყვი რომ ცოტა აბა ეხა უბში კადრი მანახე აბა ეხა რაღაცა პირველი კადრი მანახე ეს კადრი მანახე ალბათ არის შესაძლებელი რომ შეასწორო ეგეც ახლა იმასაც ხო უნდა შემოსავალი რას ვერჩით ხო გააკეთეთ იმას არა ჯიბეში მაგრამ ანუ როცა ვხედავთ ხოლმე თვითონ აქეთ მხარეს ლაივში როგორ აკეთებს ცალსახად გრჩება ჩვენის შტაბ-ჭლება რომ ну ან ტრენერი არ ვარ განეს არ უსმენს ან ისე უბნება ყველა ძალიან ისეთი რთული არის რა ესე ადამიანი ავარჯიშო ეხა აი წარმოიდგინე ხო ну ეხა ვისაც გამოცდილება აქვს სიტყვაზე მოსწავლე მე რომ მოვარჯიშეთ და სადღაც წავიდა და გეუბნება რომ სხვა ტრენერი არ მინდა ხო ან მაგას ვიზახი ხა ახალი მაგრამ ეხა უკვე შენ რო ჩაერთვები მაგ ლაივში ხო აი ნახე მე მან სად მაქვს წინააღმდეგობა რა ტიპი ზის ტახტზე თუ დივანზე თუ რაც ქვია და იქიდან ავარჯიშებს რა. ის ტიპი რო იყოს დარბაზში და აიც რა ეხა მე შენი არ მოწონს და ნახე აი ესე უნდა გააკეთო. ანუ ჩვენების საშუალება რო გქონდეს რა. მაშინ ოკეი, მაგრამ როგორც წესი ხო ყველა უყურებთ ხოლმე იმ ტელეფონში ვინ ზის რა. ტიპი ზის ან მაგიდასთან ან დივანზე. და აი ჩვენების ამბავი რომ ალბათ გონიათ რომ ეს ტიპი ეს მოვარჯი მაგარი გამოცდილია, მაგრამ ეს აქ ილეწავს თავზე რაღაცებს. ხო, ანუ აი ზუსტად მაგისტვის ხაზის გასმა მინდოდა. ის ვიდეოები რო არის, ხო იცი რაღაცა გაშარჟებული რაღაც ტრენერი რო აქეთ ლაპარაკობს და უკან კლიენტი რო იხმარდება რაღაცა. აი და ეგეთი რაღაცები ემართება ხო.
კიდე ერთი პანდემია არ აწყენდა. მაინც აღარ გვინახ. დავიწყეთ 1-2 რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორი კვება ვარჯიშის დროს და ნუ რეალურად რა არის სწორი კვება არის ეს მარტო სწორი პროდუქტები თუ რეალურად სწორი კვება არის ის რომ სწორ დროს სწორი პროდუქტი მივირთოთ. თუ მოდი ხა შენ კითხავს შემოგიტრიალებ. რამ როცა მოდის შენთან მომხარებელი და ძილის ვარჯიში დაიწყო. ეგრევე ტვინს უღუნავთ ყველას. არა რა თქმა არა უნდა. ვითარ შემთხვევაში. მაიკ შეიძლება ტვინი გაუღუნოს ცოტა ისეთმა პრაქტიკანტმა. ო მაგრამ როცა რეალურად მე იმას შეიძლება შენი დანახვა კი არა, საერთოდ შენი გაგონება აღარ უნდა ეს. ხო, ნუ არც მოსულა რეალურად. შენი კითხვიდან ძალიან შორს ავედი. რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია სწორი კვება. აუცილებლად. ეხლა როცა მოვარჯიშე ხარ და გაქვს რაღაცა მიზანი, კვების გარეშე ეგ არ გამოვა. ხო, ნუ ერთმანეთზე დაფუძნებული. მაგრამ აი უნდა ნახო შენი პრიორიტეტები და უნდა განსაზღვრო მდგომარეობა და რას გაქაჩავ. და ცალსახად 100%-ით ყველაფერს ვერ გაქაჩავ. რა თქმა უნდა. ხო, ანუ რაღაცა ელემენტარული ახალ საქმეს რო ვიწყებთ, იქ ხო ვიწყებთ, არა, ყველაფერში ვიწყებთ და ყველაფერში ვართ ახალი. ის მოგზაურობაც გამოცდილება არის, არა, რომ გამოცადო სხვადასხვა პროდუქტები, ის რომელი გბერავს, რომელი კარგად მოქმედებს, რომელი, ანუ ძალიან ხო, ეგა კაკრას რა, რომ პატარა ექსპერიმენტები უნდა ატარო რა. ანუ ყველაფერი გამოცდილება და მოგზაურობაა, მე მგონია, რა და როცა გადაწყვიტავ, რომ შენი სხეულისკენ ნაბიჯები გადადგა და აი ამ მოგზაურობაში ჩაერთო, რომ შენს სხეულს არგო. აი მანდ უკვე ეს მოგზაურობის დასაწყისშივე არ უნდა ამოწურო ყველაფერი რა. პირი გამოიზოგო და ნელ-ნელა ნახო შენი თავი გამოცადო, სად როგორი დისციპლინა გაქვს და სად როგორ შეგიძლია. კი, ნამდვილად. ბევრი ახალი პროდუქტები შეიძლება. და ისე აი ესეთი ადამიანის უკან ხო, ანუ ვინც უკვე რაღაცნაირად ესე ნელ-ნელა დანერგა ყველაფერი, რაღაცა გამოიწურთნა, ფორმები შეიცვალა და რაღაცა, ანუ მარტო ვიზუალი არ დგას ჩემთვის რა. იმის უკან დგას ჩემთვის მისი პიროვნება. პირველ რიგში ადამიანმა, რომელმაც შეძლო ძალიან ბევრ რაღაცაზე უარის თქმა, ძალიან დიდი ძალიან დიდი შრომა და ხო, აი პიროვნება, მაგიტომ ამბობ რა, რომ ჩემთვის დგას ძლიერი პიროვნება რა, იმის უკან. ხო, იმიტომ რომ ნუ რეალურად ყველას არ შეუძლია მაგის გაკეთება რა. ხო, ძალიან ისეთი რაღაცა იქ საკითხი რა, ეხა ადამიანი ეგეთ რაღაცას რო წვიტავს ზოგადად და ხო, კვებას რაც ეხება რა, ეხა მართლა მგონია რომ აუკრძალო ბევრი რაღაცა, აი ბავშვივით შეიძლება უცბად გაბრაზდეს და რაღაცა აგიბუტოს და აი ხო, რა ძალიან ისეთი რაღაცა რა, ხო, აი ადამიანი სულ რო ვარჯიშს თავი დავანებოთ რა, აი რაღაცა აკრძალო მგონია, რაღაცა ისეთი რაღაცა. შეიძლება რაღაცა უბრალოდ უთხრა, რომ აი მოდი ესე გაითვალისწინე სიტყვაზე, აი რაღაცა ჩაის თუ სვავს დღეში 5 კოვს იყრის, მოდი რა 4 ნახევარი ჩაუშვი ერთი კვირა რა. მე მეორე კვირა ცოტა მოვაკელე კიდე და მგონია რა, მე ჩემი თავზე მაქვს ეგრე გაკეთებული და ბევრად მაგრა იმუშავა. კი, ნელ-ნელა. და მგონია რომ რაღაცა კარგად მუშაობს რა ეგ პროცესი რა, ვიდრე ხა შენ რომ რაღაცა ამიგრძალო ეგრევე. აი რაღაც მომენტში ხო რაღაცაზე ცოტა ისე შემოგხედავ რა, აი აუბრაზდები რა, რომ რატომ ამიგრძალა და რაღაცა ისეთი მექნება რომ აი შეიძლება აღარ მომიდეს აი ხა ვარჯიზე რომ მივიდე კიდე იგივეზე უნდა მელაპარაკოს. ხო. და შენ თუ კარგად მე მომაწვდი ინფორმაციას რომ მეტყვი რომ იცი რა. მოდი ეს რაღაცა ცოტა შეამცირე. აი ბევრად მესი ამოვნება და უფრო გამოყვება. ზუსტად ხო და მე მითხარი შეგრძნებები როგორი იყო. რო და იცი თან რა არის ადამიანი რომელიც აი პატარ-პატარ რაღაცას თანერგავს ხო და გააკეთა. ეგ უნდა აუღნიშნო მე. აი როგორია შენი შეგრძნება. ხო დაამარცხე ეს. ხო მარტივი ყოფილა. ხო იდეაში ხო არაფერი არ არის, რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს, არის რეალურად არ და არა ვერ. შენ არ აკეთებ თორე როგორ ვერ აკეთებ ყველაფერი გაკეთებადი არის რა და ის რაც არ გამოგდის უბრალოდ ძალისხმევას ვერდებ იმაში და არ სწორი კომუნიკაცია რამეს ნიშნავს უეჭველი ყველაფერს გააკეთებს და აი ზოგადად შეგრძნებას რო გაუსმევ ხას რა იხო დაამარცხეს და აუ რა მაგარი შეგრძნება იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა გამოცდა საბარი მე მაქედან მოდის ხო შენ თვითრწმენა თავდაჯერებულობა და ეს სიამაყე და სილაღე და სიდიდე მაქედან მოდის რომ იმდენი გამოცდა გაქვს შენ უკან ჩაბარებული რომ შენი ზურგის და შენი თავი არის შენი დიდი ზურგი რა და ვაფშე აღარავიზე აღარ ხარ დამოკიდებული და მე ეს მარტო იქ კი არ გეხმარება რომ მაგარი ტანი დაიყენე და მაგრა ვარჯიშობ ეს ურთიერთობაში გეხმარება ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ჯანსაღი პარტნიორის მოძებნაში გეხმარება ძალიან რაღაცა ყველა გზაზე რაღაცა თავის როლს ასრულებს რა და ეგ მაგრა ასწორებს ბატონო გიორგი კი ბატონო არ შემიძლია არ დაგეთ
შენი საოცრება იყო შენთან საუბარი ძალიან ძალიან გაგვიხარ და ძალიან გვესიამოვნა აუცილებლად ჩვენ გადავაკვეთებით ერთმანეთს და სანდროულზე გამოგვიარე უეჭველი. აი ყოველ მიზის გარეშე უეჭველი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო. კაი თემები შევეხე. კი და მე თქვენ მოგილოცეთ ჩვენი დებიუტი იყო დღეს გამორჩა მეთქილო და ეგ მე უნდა მეთქვა. გილოცათ წარმატებები ბიჭებო, წარმატებები ძალიან მაგარი არის ამ სივრცეში შემობრძანება და შემოსვლა ძალიან მაგარია. ეს ნიშნავს რომ ძალიან უფრო მეტ ადამიანს მიეწოდება სწორი ინფორმაცია და უფრო მეტი ადამიანი იქნება პასუხისმგებლიანი მესიჯებით ვეცდებით ყველანაირად. კი, მე წარმატებას გისურვებ ამ არხს. უსურვებ ძალიან მალე გაზრდას, ბევრ ნახვებს, გამოწერებს და უეჭველი რაც უნდა გააკეთო თქვენ ამ ვიდეოს შემდეგ. კი არა და უკვე დაჟე პროცესშიც გამოწერა, დალაიქება, ღილაკის დარის გააქტიურება, კომენტარი, ყველაფერი, მთელი აქტიურობა ამ ადამიანების წარმატება ფაქტობრივად თქვენს ხელში არის, იმიტომ რომ თქვენზეა დამოკიდებული. გელოდებით ლამაზებო. კუკა ესე იგი. Ciao ciao, adios. Bye bye.